რამდენიმე ვიდეო მოხდა სწორედ 13 ივნისის, მათ შორის ერთი იყო კომპიუტერული გრაფიკით გაკეთებული ნიანგი თბილისის ქუჩებში, რომელიც უბრალოდ ტყუილი იყო და ნიანგი თბილისის ქუჩებში არ დაცურავდა, ნუ ერთ-ერთი ეს და ყველაზე ბატონი იყო ეს ნიანგი თბილისის ქუჩებში. უცხოურ და ქართულ პორტალებზე წელს ყველაზე ხშირად მაიმუნის ვიდეოებს. ჰოროსკოპების მიხედვით წლის ცხოველის სტატუსით მაიმუნი მნახველებს განსაკუთრებულად ახალისებს. ქართული პორტალის ვიდეოებში საპატიო ადგილზეა შარჟი ქართველ ვაჟკაცზე, რომელმაც ცოლს დაბადების დღე გადაუხადა. ქართველმა ვაჟკაცმა ცოლს დაბადების დღე გადაუხადა. ძალიან პოპულარულია იმიტირებული სარეკლამო რგოლი პირველ ქართულ მობილურ ტელეფონზე, სადაც ვიდეო რგოლის ავტორები დამახინჯებულ ქართულ ტრადიციებსა და ჩვევებს აშარჟებენ. ჩვენ მასში ჩავნერგეთ ხმოვანი ძებნის სერვისი. აი. ხელის მარტივი მოძრაობით თქვენ შეგიძლიათ გითხოთ მას ნებისმიერი რამ. აი მაგალითად. უახლოესი რესტორანი. დღეს მარტო დარჩი სახში. მობილურ საქმის აპლიკაცია აპკი. ეს არის ქალიშვილობის სკანერ დეტექტორი და მისი დამსახურებით თქვენ გაიგებთ ის ოჯახში შემოსაშვებია თუ არა. ქართველების მიერ ატვირთულ მასალებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა მეგრელი ბებია და მახასიათებელი ემოციური ჟესტით.